მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, პატივისცემით, მადლიერებით და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სიმშვიდეს. მოდით დღეს ვნახოთ ასეთი ტიპის გაშლა. ერთ-ერთმა ადამიანმა მთხოვა, მე ზოგადად ძალიან სიფრთხილით ვეკიდები ხოლმე ამ ტიპის გაშლებს, მეგობრებო, იმიტომ რომ საჯარო გაშლა არ არის ის სივრცე, სადაც შეიძლება რომ თქვენი მოლოდინები დააპროგრამოთ. ადამიანები ვართ მაინც ეგოისტები, მაინც ქვეცნობიერად ჩვენს სურვილებზე ორიენტირებულები, ტენდენციურები და სუბიექტურები და ვიღებთ იმ სცენარს, რომელიც ჩვენ გვაწყობს. ანუ ვამსგავსებთ სიტუაციას იმას, რაც გვინდა რომ მოხდეს. ძალიან ხშირად ფსიქოლოგიაში ეს ზუსტად ასე თამაშობს და ასე ხდება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, მსგავსი ტიპის გაშლებზე, საჯარო გაშლებში, უბრალოდ მსგავსი ტიპის თემაზე, კონცენტრირდებით ძალიან, დიდ ინტერაქციას დაუთმობთ, იმიტომ რომ შესაძლოა ძალიან დიდ შეცდომაში შეხვიდეთ და თავიდანვე ესკალაციის რისკებს შეიცავს ეს ყველაფერი და აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა შესაძლოა ყირაზე დაგიდგეთ თქვენი ეჭვების გამო, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა კი ეს მთხოვეს ვაკეთებ. დგას თუ არა ვინმე თქვენს შორის, ხო? ანუ ფარულად კიდე ვინმე ხომ არ ყავს თქვენს პარტნიორს. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. და ვნახოთ, ვინ არის ადამიანი, ვისაც უყურებთ, ხო? ვინ არის ადამიანი, ვისაც უყურებთ? ვინ არის ადამიანი, ვისაც უყურებთ? ხო, ხმლების პაჟი ძალიან საინტერესო ტიპაჟია ზოგადად ხმლების პაჟი. აი, ყველაფერი რომ აინტერესებს, ყველაფერი რომ უნდა იცოდეს ცნობის მოყარე. ამავდროულად არის საკმაოდ ისეთი, აი, მართალი ადამიანიც არის. აი, როგორი ადამიანია, კიდევ იცით? გულახდილი ხო, მართალი პრინციპში, ხო? აი, თანამავდროულად იმპულსური, მოუთმენელი, აი, სწრაფად შეუძლია ყველაფერზე ფიქრი, აი, მომენტალურად ყისიერი რეაქციები აქვს ყველაფერზე, ლიდერის ხასიათები აქვს და ყველაზე მთავარი, ამითი შეიძლება გეცნოთ განსაკუთრებით, ძალიან უყვარს დინების საწინააღმდეგო სიარული. ანუ არ არის რა მისი რაც მარტივად მოიპოვება, ხო? ეს მისი ინტერესის სფერო არ არის. ხმლების დედოფალი. ხმლების დედოფლითაც იგივე შემიძლია გითხრათ. ერთადერთი შემიძლია დავამატო ის, რომ ძალიან უყვარს ადამიანების დაცვა, ძალიან უყვარს არ ამკითხე მოამბეს შემთხვევაშიც ხშირად შეიძლება ამ როლშიც იხილოთ და შესაძლოა განქორწინებული იყოს ეს ადამიანი. და ვინ არის? 10 პენტაკლებით. ძალიან სტაბილური, მეოჯახე, სხვათა შორის მისთვის ძალიან დიდი ფასეულობაა ოჯახი, მისი ოჯახის წევრები, საახლობლო, თანადგომის ქსელი, ხო, ის რაც მის სისხლს და მის გენეტიკას უკავშირდება. საკმაოდ კარგი ემოციური ბუნა შეიძლება ქონდეს მის წინაპრებთან. და მატერიალურადაც ნამდვილად არ უჩივის არაფერს. და ვნახოთ ახლა თქვენთან მიმართებაში რა ენერგიებია. თქვენს შორის რა ხდება ახლა? ვარსკვლავი. არ ვიცი, შესაძლოა მანძილზე ხართ, შესაძლოა რაღაც პაუზა გაქვთ აღებული. ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს თქვენ მისი სიცოცხლის ინსპირაციის ძალა ხართ. ან თქვენ ის არის თქვენთვის, ხო? ანუ ყველა შემთხვევაში ერთმანეთის არსებობა თქვენთვის უმნიშვნელოვანესია და სადაც არ უნდა იყოს, სულ რომ სხვა კონტინენტზე იმყოფებოდეთ, ეს ემოციური ბმა რჩება. ხო, გაპარულია რომ რაღაცა ურთიერთობიდან წასულია,
თან ცოტა ისე წასულია რა, არასწორად წასულია, მოდი ასე ვიტყოდით, მაგი, რაღაცა манипуляციებით, რაღაცა არასწორი დამოკიდებულებებით, რაღაც ჯიბრით, თითქოს პრინციპებით მე შენზე მაგარი ვარ თუ მოკლედ შენზე ნაკლები რითი ვარ თუ რაღაცა იმ დაგვარი მომენტებით, ხო, კიდე რა ხდება თქვენ შორის ნუ შვიდიანი კვერთხებით რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო, კი ბატონო კვერთხებია, კი ბატონო ცეცხლის ენერგიებია, მაგრამ მაინც არის დაღლილობის მომენტი, მაინც არის აი როგორი მომენტი იცით, რომ თავი უნდა დავიცვა, აღარ მინდა, ხო? რაღაცაზე გავიმარჯვე, რაღაც გადავლახე, რაღაცა უკან მოვიტოვე და მორჩა, აღარავის აღარ ვადგენინებ, ხო? აი რაღაცა ისეთი ენერგიები მომდის ერთმანეთისგან, თითქოს აი იზოლაციაში ხართ და რაღაცა თავს იცავთ ერთმანეთისგან. კიდევ რა ხდება ექვსიანი პენტაკლებით, ნუ რა ვიცი ახლა ამითი რა გითხრათ, ექვსიანი პენტაკლები საკმაოდ ისეთი არკანია, მე ყოველ შემთხვევაში მიყვარს ძალიან. არ ვიცი, რამე სამსახურებრივი კვეთა გაქვთ, რამე ვთქვათ საერთო საქმე ხომ არ გქონდათ, ვთქვათ რაღაცა ბიზნესი, რაღაცა აი ან ვთქვათ რაღაც სწავლა-განათლების მომენტი ხომ არ იყო ერთ სივრცეში, ან აი არ ვიცი, შესაძლოა ერთმანეთს რომელიღაცა ეხმარებოდით კიდეც, ხო? რომელიღაცას მაღალი ესეთი სოციალური სტატუსი გქონდათ და ვთქვათ შეიძლება მეორეს ხელს უმართავდით, ან სამსახურს აწყებინებდით, ან რაღაცაში პირიქით, ხო, სამსახურში პრობლემა იყო, თქვენ უგვარებდით, ან ფინანსურად, მოკლედ რაღაცა ისეთი ენერგიები იყო თქვენ შორის ამ ეტაპზე. გეტყვით რომ წასულები ხართ, პაუზაზე ხართ და კიდე ვიკითხოთ რა ხდება, ნუ ცხრიანი კვერთხები, კი ბატონო, ეს კვერთხების ენერგიები ტრიალებს და გადმოვარდა ორიანი პენტაკლები, ხო? ნუ მერყეობა მაინც რაღაცა აღმასვლა, გადათბობა, გაციება აიწონა, მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, სასტიკად არ მიყვარს ეს აიწონას თამაში რა დაგიმალოთ და არც ბავშვობაში მიყვარდა და არც ახლა მხიბლავს. ხო, შვიდიანი კვერთხებს რომ დავუბრუნდეთ, ისევ გითხარით მე თქვენ წახანაც, რომ რაღაცა ჯიუტი, პრინციპულობის მომენტი გაქვთ ერთმანეთთან, ხო, აი როგორი იცით, ხელჩართული ომი გაქვთ ერთმანეთთან გამოცხადებული, ხო, აი ბრძოლა დამთავრდა, მაგრამ ომი არ დამთავრებულა, აი ესეთი მომენტი გაქვთ რა. ისევ თავდაცვის მომენტები მოდის ამ არკანითაც, ეს ენერგია მოდის და აი როგორი მომენტი გაქვთ, იცით რომ პაუზა ავიღე რა, მოდი თავზო გავეხლათ ჩემს ძალებს და მერე ვნახოთ რა იქნება, ცოტა ხანს უნდა დავიშვენოთ, ცოტა ხანს უნდა განვიტვირთო და სამსჯავროს არკანი, თითქოს აი გაქვთ რაღაცა მოლოდინი, რომ ამ ყველაფრის მერე შეყარებულების არკანით არჩევანს რაღაცას გააკეთებთ და ამ ტაიმ-აუტის შემდგომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ხო? მაინც იმედი გაქვთ. იმედი, ანუ ის მომენტი, რომ დაუბლოკე და მე აქეთ აღარ გავიხედავ, ეს მომენტი არ არის. რაღაცა შანსს თითქოს ერთმანეთს უტოვებთ. და მაშინ მოდით კონკრეტულად ვიკითხოთ, თქვენ ორს შორის არის ვინმე მესამე? თქვენ შორის ახლა სასწავლო ტრანსფორმაცია, ოღონდ ამ არკანითაც დააკვირდით მეგობრებო, დაბლა როგორ აქვთ, ხო? მაჩვებს გაფენილი თუთხუნელებს ჰამაკივით ეს ბლედი რომ არ დავარდნენ დაბლა მიწაზე და არაფერი იდგნენ ამ ბავშვებმა, ხო? ანუ ტრანსფორმაციას გადიხართ, ოღონდ იმედი გაქვთ იმის, რომ თითქოს რაღაცა ამ ტრანსფორმაციის მერე უნდა იყოს. ხმლების პაჟი ისევ თავის სიგნიფიკაციას გვიმეორებს და სულელი, ხო? ახლა რომ გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ამ ადამიანთან ვინმე არის, არ ჩანს. უბრალოდ სულელის არკანი როგორი მომენტია, იცით ხო, გაგიგონიათ ასეთი გამოთქმა. სულელს ძალიან დიდი ენერგია აქვს, ბრძენს გამოცდილებაო, ხო, სულელს ჯერა, ბრძენმა იცისო. ესეთი ენერგიებია რა, რომ ამ ადამიანს
ადამიანში, რომ თითქოს ყველაფრის განულება და თავიდან დაწყება უნდა. ეს ძაღლი, რომელიც ამ დასტაში გვერდით მოყვება, ხო, რაღაც ერთგვარი მეგობრის მომენტია და ეს ენერგია მას მაინც მისდევს. აი, როგორი ენერგიები მომდის და ინფორმაცია იცით, რომ აი ამ ტაიმაუტით, აი ამ პაუზით თითქოს ეს მთელი ტვირთი, ეს უსიამოვნებები, ეს დაგროვილი ნეგატივი უნდა დაიფერთხოთ და რაღაცა ახალი შანსი უნდა მისცეთ ურთიერთობას. არა, პირველ ვარიანტს გეტყოდით, რომ ამ ეტაპზე მას ვინმე ახლა სტაბილურად ყავდეს, არ ყავს. მადლობა პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტი ვნახოთ, ვინ მომიბრძანეთ, ვნახოთ. ხო, ძალიან ბავშვური, ძალიან გულუბრყვილო, აიცით როგორი ადამიანია, ხშირად შეიძლება ენატრება ბავშვობა, ბავშვობის სახლი, აი ეს ტერიტორია, სადაც გაიზარდა, არ ვიცი, შეიძლება ხშირად აკითხავდეს წინაპრების საფლავებს, აი ბმა, ემოციური ბმა, ცალსახად ძალიან დიდი აქვს ამ ადამიანს თავის ბავშვობასთან, ხო? ადამიანი, რომელიც ნებისმიერი პრობლემების ფონზე მაინც პოულობს ძალას, რომ ამ პრობლემებზე მაღლა დადგეს, სიტუაციებზე მაღლა დადგეს, წყენაზე მაღლა დადგეს და მოკლედ გადაწყვეტილება სხვა რაკურსიდან მიიღოს და არა ისე სტანდარტულად, როგორც ვთქვათ, ამას სხვა ყველა ადამიანი იზამდა. ადამიანი, რომელიც საკმაოდ ძლიერია, ადამიანი, რომელიც ყველასთან პოულობს საერთო ენას, აბსოლუტურად ყველა ჯურის ადამიანთან შეუძლია რაპორტი დაამყაროს და იყოს სხვებისთვის ძალიან დიდი სტიმულის მიმცემი. და კიდევ ერთი მაღალი არკანი გვაქვს, სულელის არკანი. და სხვა через პირველ ვარიანტში ვთქვი უფრო სწორედ აქაც გაგიმეორებთ, რომ მიყვარს ეს არკანი, ხო, იმიტომ რომ ძალიან სულ მახსენებს ამ გამონათქვამებს, რომ სულელს აქვს ძალიან დიდი ენერგია და ბრძენს გამოცდილება, ხო, სულელმა უბრალოდ ბრძენმა იცის და სულელს ჯერა. ხო და ვისაც ჯერა, ხო იცით ის იმარჯვებს ხოლმე საერთოდ. და ადამიანი, რომელსაც უყვარს სიმსუბუქე, რომელიც აი 60 წლისაც რო იყოს, მაინც 18 წლის ენერგიებში არ ეშინია არაფერის ახლიდან დაწყების, არ ეშინია სიახლეების და პირიქით თავით გადაეშვება ნებისმიერ უცხო გარემოში, ხო? ვნახოთ თქვენ შორის რა ენერგიებია ამ ეტაპზე, თქვენ შორის რა ენერგიებია ამ ეტაპზე და პენტაკლების პაჟი, არ ვიცი, რამეს სწავლობთ, რომელიმე სტუდენტი ხართ, რომელიმე ხელობას სწავლობთ, რომელიმე ერთმანეთისგან სწავლობთ ბოლო რამეს, ხო, რაღაცა თითქოს ახალის და ან ახალ ბიზნესს იწყებს, აი რაღაცა ახალი საქმიანობა, ეს ურთიერთობის ემოციებთან არა, აი რაღაცა საქმიანობას მიჩვენებს, საქმიანობის დაწყებას. ანუ აი რაღაცა უნდა ახალი შევქმნა, ხო? ახალ საფეხურზე გადავიდა, შეიძლება ვინ რომელიმე სამსახურის გამოიცვალეთ. თქვენ შორის რა ენერგიებია და დამსროულია და დამტროულია ყველაფერი. განადგურებულია და ისე ხართ წამოსული და ისე წასული, რომ რაღაცა საშინელი განცდები გაქვთ თითქოს ღალატის, თითქოს ტყუილის, თითქოს მიტოვების, თითქოს იმედგაცრუების, აი სინანული ყველაფერი ერთმანეთში რო ტრიალებს, იძულებითი არჩევანი. ანუ თქვენ ერთმანეთისგან აბსოლუტურად ცნობიერად ხართ წასულები. რას ნიშნავს ცნობიერად? რომ ეს ასე იყოს საჭირო, რომ ეს არჩევანი ან ორივეს გჭირდება და თან ერთ-ერთს ცალსახად. და რა ხდება თქვენ შორის კიდევ მეგობრებო და თასების ტურზე. ნუ ემოციები ცალსახად დარჩენილი გაქვთ ერთმანეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ხუთიანი თასები გქონდა, ერთმანეთს მაინც ავსებთ, ერთმანეთთან მაინც ემოციური ბმა გაქვთ, ერთმანეთს მაინც ყვებავთ. სადაც არ უნდა იყოთ, აი სულ რო არ ვიცი, გადაღმა კი არა და სხვა კონტინენტზე იყოთ, ერთმანეთს მაინც გრძნობთ ნებისმიერ შემთხვევაში. ნუ ოთხიანი ხმლებითა ცხოვრა შემიძლია გითხრათ, არაფერი საიმედო და საინტერესო ჩიხები და არჩევანი. იმპერატრიცა, აქ სავარაუდოდ სამკუთხედია. თავიდანვე მინდოდა მე თქვა თავი შევიკავე, ისეთი ენერგია წარმოვიდა, მაგრამ აქ დიდი ალბათობით სამკუთხედია. და რა გიღა ეს მომენტია, მოდით კონკრეტულად დავსვათ ახლა კითხვა. კონკრეტულად ვიკითხოთ მეგობრებო. ვინც მიყურებს ამ ადამიანს
ადამიანსა და მის ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის დგას მესამე პირი არის მე. რა საინტერესო აქაც რაღაცა ახლის დასაწყის, რაღაცა სწავლა განათლებას, რაღაცას ისიც მიჩვენებს. რათა ახალი დაწყებული ურთიერთობა მეგობრებო და იმპერატრიც არის. ოღონდ ახლა თქვენ გადაათამაშეთ თქვენს თავზე, ხო ეს საჯარო გაშლაა და მე ვალდებული ვარ თქვა, აქ ცალსახად ამ ორი ადამიანის ცხოვრებაში არის ორი ადამიანი. ერთი არის ოფიციალური იმპერატრიცა, მეორე არის ახალი დაწყებული ურთიერთობა. ახალი დაწყებული ურთიერთობა და ნაბრძოლები რაღაცა თითქოს უკვე რო ვიცით, რომ სწორი არ არის, რომ ვიცით, რომ ასე არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც ლოტოსის ყვავილებია წინ, ხო? მაინც მანიფესტირებთ, მაინც მიუმართავთ რაღაცა გარკვეულ მედიტაციებს, რაღაც ვიზუალიზაციებს, ხო, იმისთვის, რომ ჩვენი სურვილი ავიხდინოთ და კიდევ, კი, აქ არის მესამე ადამიანი და თქვენ ეს გადასარევად იცით. აქ ცალსახად არის მეგობრებო და იცით კიდეც. მოდით ასე ვიტყოთ. კი ბატონო, გადავდოთ ეს ვარიანტიც, მადლობა. და მესამე ვარიანტი და ვნახოთ ვინ მომიყვანეთ, ხო, ვის უყურებთ თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი. ჰერმით, განდეგილი. ადამიანი, რომელსაც უყვარს სიმარტოვე, შესაძლოა ბუნებით ინტროვერტი იყოს, ადამიანი, რომელიც ძალიან ახლოს არის ბუნებასთან, ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის სამყაროს ფასი, იცის ზოგადად სამყაროს საწყისების ფასი, ძალიან დიდ ცოდნას ფლობს და უყვარს ჩაღრმავება, ცოდნის გაღრმავება, საკუთარ თავში რაღაცების კარგად ამოქექვა, მიღმიერ რაღაცებზე ფიქრი და თავისი ცოდნით, თავისი ცხოვრების წესით არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ მაქსიმალური დადებითი მომენტები შეიტანოს სხვა ადამიანების ცხოვრებაში. ადამიანი ძალიან თვითკმარი, ძალიან შემდგარი, საკმაოდ კარგ სოციალურ სიტუაციაში, არა მხოლოდ თანხობრივად და მატერიალურად, პოზიციურადაც და არ ვიცი, შესაძლოა აქ დაოჯახებული ადამიანიც იყოს, არც ეს არ გამოვიწყოთ, ხო? მაგრამ ადამიანი ძალიან ემოციური, ძალიან ხალისიანი, ძალიან კეთილი, ძალიან ზრუნველი, ძალიან იმპულსური. კარგით, თქვენ შორის რა ენერგიებია ახლა? მოდით ახლა ეს ვნახოთ, თქვენ შორის რა ენერგიებია? რა ხდება თქვენ შორის? რა ხდება, რამე სასამართლო პროცესები გაქვთ ერთმანეთისგან, რამეს ვერ იყოფთ? თუ უბრალოდ ორივე ძალიან სამართლიანები ხართ და ერთმანეთს ამ სიმართლის გულისთვის ებრძვით, ხო, რა ხდება, ეს სავარაუდოდ ახალი დაწყებული ურთიერთობა, ეს დიდ პერიოდს არ მოიცავს, მეგობრებო, მინდა გითხრათ წლების და სიღრმეების, თუ ეს ასე არ არის, თქვენი არ არის მოშლის ვარიანტი. ურთიერთობა ცეცხლებზე, ვნებებზე, მიზიდულობაზე, სურვილებზე, მოკლედ ლიბიდოზე, სასწაულ ჰარმონიაზე, ხო, ბიოლოგიურადაც და ფსიქოლოგიურადაც და რაღაც ძალიან სავსე ენერგიებზე მომართული ურთიერთობა, რომელიც რატომაც მალევე ჩამოგიქცათ თავზე, მაგრამ ჩამოგიქცათ და რაღაცა ის მაინც გადარჩა, ანუ არავინ არ დაზიანდა, გადავრჩით, გავდივართ ამ ტრანსფორმაციას და შესაძლოა ახლა ახალი შერიგებულებიც ვიყოთ, ხო? რაღაცა ახალ ენერგიებში გადასულები ვიყოთ, ან არა.
ნახეთ რა კი ეს არკანი ამოდის ისე აი წადიმოდის თემა რა რო ვერ გაიგებთ რა გინდათ ერთმანეთისგან ახალი დაწყებული ურთიერთობებია ეს ადამიანი იმპერატორი მე ვთქვი მეგობრებო იქ პენტაკლების მეფე რო იყო და აჰა აგერ ბატონო იმპერატორი ყავს და ყავს თასების ცხრიანი ხო თქვენ შორის ემოციებია ძალიან დიდი ხარისხით, ძალიან დიდი დოზით, საკმაოდ ისეთი ნაცნური ემოციები მოდი ასე ვთქვათ. მაგრამ აი როგორი მომენტი გაქვთ იცით? აი იქეთ მერყეობა. დღეს მომწერა 3 დღე დაიკარგა ვთქვათ, ხო? აი გუშინ ვნახა მე ერთი კვირა ველოდე. ორიანი კვერთხები აქ არჩევანის მომენტია მეგობრებო რა გავაკეთო აქ საფრთხედის სუნტრიალებს. იეროფანტის არკანით შემიძლია გითხრათ. არკა ხო, ну, აი აქ ოჯახი რაღაცა ტრადიციები რაღაცა ის ტრადიციული მომენტები, კონსერვატიული რომელსაც მე პირადად ჩემი სუბიექტურ აზრს კეთვით პატივცემ, მიდგომები ხო და მანიპულაციები, საკმაოდ ბევრი მანიპულაცია. თქვენს შორის ხო, სახარბიელო ენერგიები ცალსახად არ არის. პენტაკლების დედოფალიც აქვს, კი, აქ ცალსახად არის მეგობრებო. სამკუთხედი და რა ვიცი აზრი აქვს რომ დავსვა კითხვა, მაგრამ დავსვა კითხვას. სხვა გზა გვაქვს რომ თქვენს შორის არის ვინმე მესამე, ისე მაგის არკანი ხდებოდა პირდაპირ. თუ არის თქვენს შორის ვინმე აბა მითხარი იმპერატრიც არის და კი ბატონო არის და ერთ მხარეს კვერთხები ცეცხლები და მოკლედ ახალი დაწყებული ურთიერთობა მეორე მხარეს არის იმპერატრიცა და ეს სულის არკანით თავს აბნეული რომ ვერ გაუგია რა უნდა გააკეთოს შემეცად გადაწყვეტილებას ვერ იღებს ცალსახად არა აქ ახალი დაწყებული ურთიერთობა არ ვიცი ახლა თქვენ რომელი უყურებთ ხო მაგრამ აქ ახალი ურთიერთობა და დიდი ალბათობით თქვენ ზუსტად იცით რომ აქ მესამე ადამიანი არის მადლობა მესამე ვარიანტსაც და გემშვიდობებით